ახლა ჩვენ უნდა შემოგვიერთდეს სტამბის მიმდებარე ტერიტორიიდან ჩვენი კიდევ ერთი კორესპონდენტი მარიამ ელიბაშვილი, რომელიც ასევე გაფიცულ მოქალაქეებთან ერთად იმყოფება. მარიამ, მოგესალმები, პირდაპირ ეთერში ხარ. ნინოცა, მოგესალმები. პირველ რიგში მინდა ვთხოვო ჩემს ოპერატორს ბესოს გაჩვენოთ კაფე სტამბას მიმდებარე ტერიტორიაზე იმ ადამიანების რაოდენობა, რაც ვინც გაიფიცა და რამდენი ადამიანიც არის აქ შეკრებილი ევროკავშირის და საქართველოს დროშებით. ეს აქ იმყოფებოდა ცოტა ხნის წინ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ამ ადამიანებთან ერთად და ბუნებრივია ის სოლიდარობას უცხადებდა აქ შეკრებილ ადამიანებს. პირდაპირ ეთერში გავესაუბრებით ჩვენ პროტესტის მონაწილე ადამიანებს და ვკითხავთ ბუნებრივია მათი მოთხოვნების შესახებ. მოგესალმებით, ერთ ცნობილ ფოტოგრაფს ვხედავ, ქალბატონს პირდაპირ ეთერში ვარ. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, გაიფიცა საქართველოს გამოფრთხილებლად, ასე რომ ვთქვათ, უამრავი ადამიანი და უამრავი ბიზნეს სექტორი შემოუერთდა დღევანდელ პროტესტს. თქვენი მოთხოვნა რა არის? რას მოითხოვთ თქვენ და რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი? დღევანდელი დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მგონი თითქოს აი რაღაცნაირად პატარა ის გვჭირდებოდა რა მეტი რწმენა, რომ შეგვიძლია ამ მასშტაბის გაფიცვის მოწყობა და ეს რწმენა საბოლოოდ რაღაცა გაცხადდა, რომ ჩვენ მართლა ყველაფერი შეგვიძლია და აი მთელი სტამბა არის გაფიცული და დარწმუნებული ვარ ყველგან ძირითადი ესეთი მნიშვნელოვანი ობიექტები არიან გაფიცული. შეიძლება ხა მე ვერ ვხედავ, მაგრამ მჯერა რომ ძალიან ბევრი ადამიანი ხა როგორც ჩვენ ვდგევართ ქუჩაში და ეს არის ძალიან დიდი ამბავი ჩემი აზრით. ერთადერთი სწორი ფორმა, რომ დავიბრუნოთ არჩევნები და გავანთავისუფლოთ პოლიტპატიმრები და ვისურვებდი, რომ გავიმეოროთ ეს გაფიცვა კიდევ უფრო მასშტაბურად. ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა. აქ შეკრებილი ადამიანების მოთხოვნა ბუნებრივი არის ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები. ის ადამიანები, ვინც ივანიშვილის რეჟიმმა ციხეში გაუშვა, კიდევ გავესაუბრებით აქ შეკრებილ მოქალაქეებს. პირდაპირ ეთერში ვართ და აუცილებლად მინდა გკითხოთ დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე და მოთხოვნებზე. გაიფიცა საქართველო. თქვენი მოთხოვნა რა არის და რამდენად მნიშვნელოვანია დღევანდელი? მე ვფიქრობ, ყოველი მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დღევანდელი დღე, რომ ჯერ როგორც საზოგადოებას ზრდა ყოფილიყო საზოგადოების, რომ აი ესეთი ცივილური ფორმით დაგვეფიქსირებინა ის უსამართლობა, რაც მიმდინარეობს საქართველოში. ის პატიმრები, სინდისის პატიმრები, ის ადამიანები, რომლებიც დღეს ისეთი ნიჭიერები არიან და ისეთ საქმეს უნდა აკეთებდნენ, რომ საქართველოს ანვითარებდნენ უსამართლოძიან ციხეებში, არ არსებობს სამართალი დღეს და არიან დახმარების გარეშე. ჩვენ რა ძალა გვაქვს, ჩვენ არ გვაქვს არანაირი სხვა ძალა გარდა იმისა, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი თავისუფალი აზრი. ჩვენ ვართ წინააღმდეგ, ჩვენ უკვე ბევრი გაკოტრებული ახალგაზრდა ორგანიზაცია გადადო ეს დღე, შემოსავალი კიდევ უფრო დაუქვეითდა, მაგრამ ამითი შეუძლია დაეხმაროს იმ ადამიანებს და საქართველოს, რომ სამართალი დაბრუნდეს, ცივილურ გზაზე დავდგეთ, არ ვიღლებით, ვდგევართ სიყვარულით, სიმამაცით და რუსთაველის სიყვარულით მივდივართ თავისუფლებისკენ და ესე ვივლით. ძალიან დიდი მადლობა, თქვენ უსმენთ აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, რომელიც გაიფიცა ბუნებრივია იმ ადამიანებთან ერთად, ვინც ახლა მერაბ კოსტავას ქუჩაზე დგას. ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაქტობრივად არა, გადაკეტილია მერაბ კოსტავას გამზირი, ფილარმონიის ტერიტორიაც არის ჩაკეტილი და ასევე თავისუფლებიდან მოსასვლელი გზაც არის გადაკეტილი. კიდევ გავესაუბრები აქ შეკრებილ ადამიანებს, ბუნებრივია მათი მოთხოვნები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, მათ სურთ რომ გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები, ის ადამიანები, ვინც არაპროპორციული ძალით დააკავა ეგრეთ წოდებული შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის უწყებამ. პირდაპირ ეთერში ვართ, თუ შეიძლება გაგესაუბრებით და გკითხავთ ბოდიში. დღეს არის უმნიშვნელოვანესი დღე, გაიფიცა საქართველო გამოფრთხილებლად. ძალიან ბევრი ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი შემოუერთდა დღევანდელ გაფიცვას და ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ ის ადამიანები, ვისაც არ აქვთ ბიზნესი, თუმცა მაინც უერთდებიან პროტესტს 59 დღის განმავლობაში. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე გკითხავთ და ბუნებრივია, რა არის თქვენ თავარი მოთხოვნა?
მთავარი მოთხოვნა ისევ ორია, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ასევე ახალი არჩევნების ჩატარება. დღევანდელი აქცია, დღევანდელი გაფიცვა არის უმნიშვნელოვანესი განვითარება ჩვენი პროტესტის, იმიტომ რომ ამ ხელა გაფიცვა საქართველოში არასდროს არ ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროტესტი ყველა ფენაში, ყველა სექტორში, ყველა სფეროში არის, მასშტაბს კარგად ადასტურებს, ხედავთ სოციალურ ქსელებს, ხედავთ ტელევიზიით გავრცელებულ კადრებს, უამრავი ადამიანი ამ ქვეყანაში აპროტესტებს, ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს კარგად აჩვენებს ჩვენი მოთხოვნის მასშტაბურობას, ეს კარგად აჩვენებს იმას, თუ რამხელა მოთხოვნა ამ საკითხების მიმართ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოთხოვნა ადრე თუ გვიან აუცილებლად იქნება გათვალისწინებული. ძალიან დიდი მადლობა, უღმესი მადლობა. მე როგორც ვუთხარი ჩვენს მაყურებელს, რამდენიმე წუთის უბრალოდ საათის წინ აქ იმყოფებოდა საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ის არის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი და დგას ხალხის გვერდით. კიდევ გავესაუბრებით აქ შეკრებილ ადამიანებს. კი ბატონო, თუ არ გაქვთ სურვილი, პირდაპირ ეთერში ვართ და თუ გაქვთ სურვილი, რომ გაგვესაუბროთ, კარგით, კი ბატონო. აი, აქეთ მხრიდანაც გაჩვენებთ ადამიანების რაოდენობას. რამდენი ადამიანია შეკრებილი კაფეს ტამბას მიმდებარე ტერიტორიაზე პირდაპირ ეთერში ვარ. კი ბატონო, არ გნებავთ. გასაგებია, ბუნებრივია ნაწილს ჩვენთან საუბარი არ სურს, თუმცა ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ისინი დგანან მაინც მერაბ კოსტოვას გამზირზე. გაგესაუბრებით პირდაპირ ეთერში ვართ. რომ კი ბატონო. ხო, არ სურთ ჩვენთან საუბარი აქ შეკრებილ ადამიანების ნაწილს. აი ასეთი ვითარება ახლავს კაფეს ტამბას მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ რჩებიან ადამიანები, სავარაუდოდ რამდენიმე წუთში ისინი შეუერთდებიან რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ ადამიანებს, ან ისინი უბრალოდ დარჩებიან აქ 7 საათამდე და ამის შემდეგ გადაინაცვლებენ უკვე ტრადიციულად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ქართველი ხალხი უკვე 59 დღეა იკრიბება.